ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. ნებისმიერ ასეთი რეზოლუცია, ასეთი ანგარიში გასაკურველი ძალიან ცუდ პოლიტიკურ გავლენას ახდენს ზოგადად საქართველოში ატმოსფეროზე. ამოცანა ეგ არის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დააწმუნონ იმაში, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა, ვინც ეს მოძრაობა ევროკავშირისაკენ, ევროსტრუქტურებისაკენ შეწყვიტა. არადა ვითარება აბსოლუტურად განსხვავდება იმ ეგრეთ წოდებული რეალობისაგან, რომელიც უნდათ რომ საზოგადოებას მიაწოდონ პროპაგანდისტებმა, ექსტრემისტმა პროპაგანდისტებმა. სწორედ ის ფინანსდება ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ის პოლიტიკური აქციები, რომელსაც სწორედ მიზნად დაუსახავთ გარკვეული დაძაბულობის შექმნა საქართველოში. Მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, რომლებიც აი თქვენ გვარის სახელით დაასახელეთ, ასეთი ბიუროკრატები საკმაოდ მრავლად არის სამწუხაროდ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლის კენაც ვისწრაფვით და რომლისკენაც, რა ვიცი, ოდითგანვე ჩვენი მიზანი იყო გაერთიანება ევროპულ ოჯახში. არა ისეთი როგორც დღეს არის და დღეს წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ცილისამებაზე, არამედ რეალური ევროპა.